მადლობა ქალბატონო ინგა. მეც ასევე გამოვთქვა სამძიმარს ყველას მიმართ, თქვენს მიმართ. ნუ ახლა მე იცი თქვენ რომ ადრეული ასაკიდან ბავშვობიდან ვიყავ იმასთან და გავიარეთ ისეთი წლები, მძიმესი წლები იყო ეს 90-იანი წლები. თავისთავად რა თქმა უნდა ბევრი მოგონება მაქვს და ინფორმაცია. რა შემიძლია ახლა თქვა ასე დროს რომ ნამდვილად იყო ადამიანი ძალიან ისეთი შინაგანი კულტურა ქონდა მას ძალიან დიდი კულტურის ადამიანი იყო და არანაკლები ცნობდით თქვენს პატრიარქს ხონიათ ურთიერთობა ესეთი პერიოდია ეს თვითონ ზოგადად ვითარება არის ქვეყანაში არა სახარბიელო ვითარება, დაძაბული ფონია. ასე დროს მისი გარდაცვალება ეკლესიაში, რა თქმა უნდა, კიდევ დამატებით შეიძლება ქმნიდეს რაღაც ერთგვარ სიმკვეთრეს. მედოვნებ რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ეს საქართველოს ეკლესიისთვის იქნება სასარგებლო. მე უკვე როგორ უნდა განვითარდეს ახლა პროცესები პრინციპში წეგან ბატონ სერგოსაც ვეკითხებოდი ტაბულას ძალიან ვრცელი განმარტებად წავიკითხეთ რადიო თავისუფლებიდანაც თქვენი აზრით რა იქნება უკვე ახლა ხვალიდან დღეიდან პრინციპში აი უკვე შეკრება ნახეთ რომ დაიწყო საპატრიარქოში ანუ აი ის რომ ილია მეორემ დაასახელა მისი მოსაყდრის ვინაობა 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქის თანამოსაყდრე რომ გახდა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო ეს ნიშნავს ავტომატურად რამეს თუ არ ნიშნავს ანუ აი როგორ განვითარდება როგორ ფიქრობთ პროცესები კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრის უფლება-მოსილება დაიწყო იმ წუთიდან რა წუთიდანაც გაცხადდა კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალება მაშასადამე დედაქალაქის კათედრა დაქვრივდა და დროებით უნდა უხელმძღვანელოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ან უნდა უხელმძღვანელოს პროცესს რომელიც დაკავშირებული არის სამომავლოდ კათოლიკოს პატრიარქის პირველ ყოვლისა დედაქალაქის ეპისკოპოსის და აქედან გამომდინარე არის კათოლიკოს პატრიარქი დედაქალაქის ეპისკოპოსის კათედრაზე უნდა იქნას ასე ვთქვათ გამორჩეული კანდიდატი და შემდეგ მისი დადგენა. რაც შეეხება მოსაყდრის თემას თქვენ იცით რომ პირადად მე ამ საკითხისადმი საჯაროთაც გამომითქვავს ჩემი აზრი. სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ როდესაც კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება რამდენიმე დღით ადრე მე შევხვდი მას და მე მივემგზავრებოდი დასავლეთში რაღაც ოფიციალური მიწვევები იყო სოფლიოს პატრიარქთან და შემდეგ რომში ტარდებოდა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის 100 წლის იუბილე და ასე მოხდა რომ კონფერენცია და მაგ დროს ვისაუბრეთ ჩვენ რაღაც საკითხებზე და შემდეგ რომ დავბრუნდი რამდენიმე დღეში გაცხადდა ასეთი გადაწყვეტილება. ეს თვითონ თანმიმდევრობა ამის გამომდინარეობდა იმ პერიოდში შექმნილი ვითარებიდან გახსოვთ ალბათ რომ ეს მოსაყდრის თემები იყო რაღაცა დაძაბულობა და ნუ რაღაცნაირად მან რომელსაც მისმა ძმისშვილმა შესთავაზა თავის დროზე ეს კანდიდატურა მეუფე შიო და შემდეგ ნუ მან რაღაც მომენტში ჩათვალა საჭიროდ რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ასე დაიწყო ეს პროცესები და შემდეგ უკვე როდესაც მეუფე შიო იქნა დადგენილი ჩვენ მე შევხვდი პატრიარქს ჩვენ ვისაუბრეთ მაშინვე სამართლებრივი მიმოხილვაც გავაკეთე ეპისკოპოსების სამსაგიტთან დაკავშირებით
და არ დამიფარავს არც სინოდზე და არცად ჩემი პოზიცია, რომ ეს არ იყოს სწორი. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ეს ყოფილიყო, თუ კი მას განისაზღვრებოდა თავისი უფლებამოსილებები იმ პერიოდში. იმიტომ რომ ერთ კათედრაზე შეუძლებელია იყოს ორი მმართველი, ეს იყო ამოსავალი და გარდა ამისა იყო კიდევ საკითხები, რომელზეც ჰქონდა ჩვენ საუბარი. და მაშინ პატრიარქმა მითხრა, რომ ძალიან ნერვიულობ იმაზე, რა იქნება ჩემს შემდეგო. რა ვითარება შეიქმნებაო და ძალიან განიცდიდა საერთოდ ზოგადად მთელ რიგ რაღაც საკითხებს. როცა იქნება ალბათ თუ იქნება ამის საჭიროება, შემდეგ შეიძლება უფრო ცლად საუბარი. და აი მაშინ მოხდა ეს გადაწყვეტილება და მე ვუთხარი პატრიარქს, რომ თქვენ უწმინდეს რაღაცები ვერ გაითვალისწინა თავდაპირველად და თქვენ რომ თქვენს პირად მოსაყდრეთ ნიშნავთ, ეს კანონიკურად თქვენ გზღუდავთ, ამის საშუალებას არ გაძლევთ მეთქი კანონიკა და ამიტომ თქვენ როგორც წერია დებულებაში უნდა დაადგინოთ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. პატრიარქმა ეს მიიღო, შემდეგ სინოდზე იქნა ეს საკითხი გატანილი, საუბარი იყო და აი ასე შეიცვალა ეს, რა ქვია, ეს სტატუსი მიიღო უпроსწორად მიმართულება. მე მინდა აღნიშნო ერთი საკითხი, რომ მოსაყდრის სტატუსს არ იცნობს არც კანონიკური სამართალი და არ იცნობს როგორც სტატუსს ასეც და არ იცნობს ასევე კონსტიტუციური შეთანხმება. მოსაყდრეს არ წარმოადგენს სამართლებრივად ეკლესიას. ანუ ეხლა ავტომატურად არ ნიშნავს მოსაყდრის არსებობა, რომ მომავალი პატრიარქი არის შიო მუჯირი. ამას ამბობ. ეს ამას თავისთავად არ ნიშნავს. თუ მეუფე შიოს ექნება ამისი სურვილი, მან რა თქმა უნდა მიმართოს ჩვეულებრივ იმ პროცედურას და ექვემდებაროს. თუ არჩეული იქნება, აირჩევენ. ეს ტრაგედია არ არის, ან არჩევა, ან არ არჩევა, დღეს იქნება, თუ საჭიროა, თუ ღმერთს უნდა, ხვალ იქნება. თუ არ უნდა და არც არასდროს არ იქნება, არც არავინ. კი ბატონო. ამიტომ ესეთი ეს პროცედურა, თავისი დრო აქვს ამას და როდესაც დადგება ეს დრო, მე მინდა ერთი რაღაც თქვა ვისარგებლო ამ შემთხვევით, რომ ზოგადად ჩემი პოზიცია კი არის ეს პოზიცია, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული. მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ მან არანაირად არ დაუშვას, არ მისცეს თავის თავს უფლება, არანაირი ფორმით, რომ ის ჩაერიოს ეკლესიის შიდა არჩევნებში. არანაირად. ეს იქნება მე მგონი დიახ. და ხმარ ეხლა ისმის, დიახ. ციცარით. დიახ, ანუ შემიძლია საუბარი? დიახ, განაგრძეთ. დიახ. ასე იგი მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ ამ პროცესში ის არც პირდაპირ მით უმეტეს და არც ირიბად არ ჩაერიოს. ეს არის ძალიან ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი პრინციპი იმისათვის, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ დამოუკიდებლად ავირჩიოთ ეკლესიის საჭიროებელი ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კანონიკური სამართალი. აი ეს იქნებოდა ჩემი განცხადება ამ ეტაპზე, რომელიც ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, სავარაუდოდ ასეც იქნება. რას ნიშნავს ასეც იქნება უკაცრავად ვიდრე და არანაირი ჩარევის, პირდაპირ თუ ირიბი ჩარევის პრეცედენტი არ იქნება ამ პერიოდში. ეს არის ეს თქვენ ხელისუფლებისგან გაქვთ ასეთი ინფორმაცია თუ სინოდის წევრებისგან, რომ არ მოხდება ასეთი? სახელმწიფო წრიდან მივიღე მე ეს ინფორმაცია, რომ
ეს პრინციპი იქნება აუცილებლად დაცული. კი ბატონო. ამასთანავე მინდოდა მეთქვა რომ დამავიწყდა რაღაც უნდა მეთქვა. დიახ, მაგრამ დღეს მე შემიძლია რომ რაღაცნაირად ისეთი დღე არის დღეს პატრიარქის გარდაცვალების დღე არის და რა თქმა უნდა, ძალიან ძიმია ხლა მე ისეთ პერიოდში გამოვიარე თქვენ იცით რომ რაღაც იყო საკითხები რაზეც მე ყოველთვის მქონდა ჩემი პოზიცია და ამ პოზიციებზე მუდმივად დარჩები და ვიქნები მე ძალიან მთელი ჩემი ეს რამდენი ხანი 17 წლიდან ვიყავ იმასთან და ისეთი წლები და პერიოდი გავიარეთ ჩვენ რომ მახსოვს ყველაფერი მე მადლიერებაც მაქვს მისადნი მადლიერებაც მაქვს და ამავდროულად ღმერთს ვთხოვ რომ მას მისცეს მარადიული გასვენება ჩემი მოგრძალებული სურვილი ეს იქნებოდა